ერი დაავადებულია. პატრიოტობა დაავადება არის. უსაქმურობა არის. ამის მაკურთხებელი რელიგია. ეს აპარავებს ამას და ეს მივიყვანს ქართველი ეთნოსის განადგურებისაკენ. და განადგურება დაწყებულია და პირველი ეტაპი არის ტერიტორიის დაცლა ქართველი ერისგან. ხორციელდება. და ამასობაში მაგ ტერიტორიას ავსებს სხვა ეთნოსი. ადგილობრივი სომხები, ადგილობრივი მრავლდებიან, ისინი არ ტოვებენ. მათ ეგ არ აწუხებს. ნახეთ, არა პატრიოტი აზერბაიჯანელები მათ მრავლდებიან. პატრიოტი ქართველები საფრანგეთიდან პატრიოტობენ. ან ინტერნეტიდან დასვებიან და თვითონ უბურღავენ ვერ გავიგების. ვის 30 წელის უკან რო არ დაძდებდნენ გამსახურდიას და 40 წლის უკან. ის ხალხი რომლებიც 70 წელს არის. 70 წლის ხალხმა ზოგი იმით დადის ხელჯოხით და ზოგი კოჭლია და ბრუციანი. აი ამით რა უნდა გააკეთოთ? მედი მოიციდეთ ქართველები, ახალგაზრდები, პატრიოტები და გაულესეთ თოხები, ბარები, სიმბოლოა თოხები და ბარები მუშაობის. და ალბათონო დავეუფლოთ მიტოვებული სოფლის რაღაც ადგილებს. დავაბრუნოთ ქალები და კაცები, უცხოეთში გადაყრილი პატრიოტები, რო დატოვეთ ეს მიწები და ზოგმა კარმი და მოგაყიდა, რომ ბილეთი შეეძინა თვითმფრინავის და ამერიკაში გადმოღოღებულიყო. ბევრმა სახლი გაყიდა იმით, რომ აქ რო ფულს ვაკეთებს, მე ისევ სახლს ააშენებს. რომ სახლებიც ააშენეს, ბეტონები დაასხეს, მაგრამ ეს არაფერი არ არის სახლის აშენებით პულს შეჭამ. გამორიცხულია, შენ აქედან როდემდე გინდა ამერიკიდან პური აჭამო შენ შვილებს იქა. იქ უნდა მოიწიო ყველაფერი. და ესე მეგობრებო, საცხოვრებლად საქართველოს და გარედან ყვებოთ გაქცეულმა ხალხმა იქ დარჩენილი ადამიანები და პატრიოტობა ვერ გავიგე რა არის. ლევან ვასაძე საწავიდა. კითხვას კი არავინ არ ასვამს რა. ამ კაცმა ხო ტვიტვენი ამოუღო ყველას ხო? ყვერმილი აღარ არის ბატონო ზის და აპატრიოტობას გვიმტკიცებს. ვასაძე ტელევიზიაში პატრიოტობდა. ეხლა ეგეც აღარ არის. ლიდერი, ყველაზე კაი ლიდერი პატრიოტობისა ვასაძეს ვინმე შეეჯერება. ლექსებსაც აწერს, ჩოხაცაცვია, ჩაჩოხეტანიც აქვს, 8 შვილი ყავს და ერთგული და პატიოსანი. ამასთან ვერ მივა ნიფხაბჩახტილი ყვერმილე. პატრიოტი არ არის ლევან ვასაძე. მე ვერ გავიგე რატო არ არის პატრიოტი. რატო გადამთიციქით და ახალგაზრდები კომპიუტერს მიუჯდნენ და სხვის კომპანიაზე მუშაობენ და ფულს აკეთებენ და მე ამ ფულით ან წამალს იღებენ, ან კიდე კოტრიალობენ. ეკონომიკა ჩვენი არ არსებობს, წარმოება მკვდარია. ამის მიზეზი რა არის, რომ წარმოება მკვდარია? თეორიები არ მინდა, თეორიები უკვე იმდენია დაწერილი, რა უნდა დამიწეროს გეორგელიძემ არ გადამრიო. ხალხიც აუ შენ გადაგა, შენი იმედი გვაქვს წერენ. ბერახჩუა კაცის იმედი თუ გაქვს შავად არის ჩვენი საქმე. იმედი ახალგაზრდები მოდიან და იმათი იმედი უნდა გქონდეთ, იმათია ქვეყანა და თქვენ უკანვე გახვიდეთ ძველგაზრდები. და ახალგაზრდებს აგინებს ეს ძველგაზრდები. რა არის და ბეჭედი დაუნახეს საყურეზე გავგა. კაით ერთი რა. მოხუცების აშენებული სახელმწიფო მე არ გამიგია. ასე რომ ამის გარჩევა და კრიტიკა რატომ არის მიუღებელი? პირიქით კი არ უნდა გაბრაზდე, დამიმტკიცე რომ ხდები. პრაქტიკით დამიმტკიცებ, ყბედობით ვერ დამიმტკიცებ. იმიტომ რომ საუბარში ვერ მაჯობებს ვერანაირი პატრიოტი. მაჯობებ პრაქტიკით. აი პატრიოტებს პრაქტიკა არ გააჩნიათ, ამას ვიძახი. დამიმტკიცოს ერმილემ რომ პატრიოტია. წავიდეს, ხო ყავს ეგ ყურნები, ხო ყავს. ხო ყავს მრევლი, ხო უსმეს. ჩაბზანდეს ბატონი ყვერმილე, დაუჯდეს იქა გეორგელიძეს, ჭაბუკაშვილს და არიან კიდე თორდიები და ვიღაცები პატრიოტები და ბიჭო რაღაცა გააკეთეთ და ჩამოიყვანეთ ვასაძე და დაგვიმტკიცეთ არა პატრიოტებს რომ თქვენ პატრიოტული თეორიით ააშინეთ ქვეყანა და ჩვენ კიდე 24 საათი თუ გინდა გვაგინეთ და საერთოდ ტყავი გაგვაცრეთ. და მე ვიღებთ ამას ნებაყოფლობით. დაგვიმტკიცეთ ამ ქაქანს და შეჯიბრის მე მიყვარს, შენ არ გიყვარს, შენ არ ხარ პატრიოტი. ბიჭო, არც გიმტკიცეთ რომ პატრიოტი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი სიტყვა. მე ვარ ადამიანი. ჯერ ციცოცხლეა ჩემში. შემოქმედთან ურთიერთობამ სურს საფრთხო წელიწადზე. რა პატრიოტობაზეა ლაპარაკი, ეს ცარიელი სიტყვა არის. აი თუ ხართ მან საქართველოს პატრიოტები, დამიმტკიცეთ, აბა რა საკეთებთ. რაღაც თეორია რა გაქვთ გამაგებინეთ. როგორ უნდა აღორძინდეს საქართველოში მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგროსექტორი. ამუშავეთ, ვერ ამუშავებთ, იცით რატომ? ყველა პატრიოტი ხართ საქართველოში. პარლამენტშიც პატრიოტები. პატრიოტი არ არის ყაველაშვილი, ფეხბურთელი პატრიოტი, შტანგისტი პატრიოტი, ჭიდაობა არის პატრიოტი, ჩხუბი არის პატრიოტი. მე კიდე მინდა პურს ვერ გამომიცხობს. კაბას ვინ შეკერავს?
რას გამოუშვებთ ისეთ ნაწარმს რომ გაიყიდოს ეგა საქონელს ვინ გაამრავლებს რომ არ შემოვიდეს დამპალი ხორცი ბრაზილიიდან და ინდოეთიდან კიდე რა შემოდის კაცმა არ იცის რომ სპობთ ერთმანეთს ჰე გამაგებინეთ ხე პატრიოტებო ჰა შემოგძახეთ ჰე ყვერმილე პატრიოტო ჰე შენი მართლა აქაიქას არა პატრიოტი დედავატირე შენი რა იმის ტრაკიც არა გაქვს თქვას რომ პატრიოტი კი არა საქონელი ხარ ჩადი საქართველოში შეჩემის ტრულაილაო შენა და ამოუდექი გვერდზე გიოლხელიძეს ვასაძე დაბრუნდეს კომპლით პატრიოტული კომპლით ან კიდე გითხარით რომ დაავადება პატრიოტიზმი და გავჩერდებით გაიქცევიან გარეთ Facebook-ის პატრიოტები იქ ქუთაისელი პატრიოტები კიდე გადმოძახილე პერეკლიჩკა რუსულად შენ გენაცვალე რა პატრიოტი ხარ აერმილა ჯიგარი ხარ გავიწყდება თუ ეს ყვერმილიანი ჯიგრები ხო ჯიგარი უნდა იყოს საჯიგრეთში რამდენ ხანს იქნება იქიდან პატრიოტული გადაძახილებით რატო გადაყარეთ ქუთაისიდან ქალები გარეთ ამიხსენეთ თუ პატრიოტები ხართ რო გდიხართ ყანწით ხელში და პატრიოტი და ინტერნეტში კიდე კაკაკუკით ხართ და წერა კითხვაც რო არ იცოდით ამან რო გასწავლათ დასავლეთმა ასოებიც კიდე იმება ჩამთორე ისე მე მგონი კალმკალმისეთ ვეღარ დაწერს ვერაფერს ჰე პატრიოტებო დაგვიმტკიცეთ არა პატრიოტი გვაგინეთ გლანძღეთ ხო არ გეცილებით კაცო პატრიოტები არ იყო პარლამენტში რო შევარდნენ იქა და დაბნელდა თელი თბილისი ახლა მიდით ნეოზვიადისტებო ჰე 31 მარტს რას გამიკეთებთ გიორხელიძე მაინტერესებს ზარმაცები არიან პატრიოტები ზარმაცები ეგენი თვითონ თეორია პატრიოტობა პრაქტიკა დასავლეთის მაჭამე მასვე დასავლეთო იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოფლიოში ყველაზე მაგარი მორწმუნეერი ხო ამაზე რომ დამაჭამოდა მას აბა როგორ გინდა რუსო უნდა მიგზავნო პური შუქიც უნდა გამომიგზავნო და გაზიც აბა როგორ მე ჩვენ ვართ როგორ ევროპა სად იყო ჩვენ რო ვიყავით არ არსებობდა ევროპა 3000 წლის კულტურა გვაქვს ისე რა ვთ ამას კულტურის რა კურტუმო და კუჭირო აქვს ეს ცნობილი ამბავია ამიტომ ვერავინ დამიწყდა ჯერჯერობით რომ პატრიოტებს შეუძლიათ ფაბრიკაში მუშაობა ქარხანაში მუშაობა მაგარ იმას უშვებენ საქონელს ისე ყიდიან რომ საქართველოს დაკმაყოფილება და დასავლეთის ბაზარებზე კონკურენციას ყველას უწევენ და ასწრებენ გამომტკიცეთ ვაზის კულტურა ქონდათ ეგეც კი აღარა გაქვთ ხალხი აღარ ვაზ მუშაობა უნდა ჯოჯოხეთური შრომა აქვს ვაზ და ყვერმილე ვაზ დათესავს და ვაზ გაფურჩქნის ეს ჩემი სტრულაილაი წავიდა იქა დაეჭირა მობილური გაყო რაღაცა გალიფე ლოყებით ისა არი ტყედა ველა და და არჩევს სოფლიო პოლიტიკას ეს ჩემის გადარეკილი ესა და არი მათხოვრობს იქა საფრანგეთი დაწანწალებს მაწანწალა ავარაუმ სუფთავარა ის რო არის რა ინდური ფილმი ხო მე რაჯუტა ეჯაპანე უნდა უმღეროთ ამ ჩემის გადარეკილს ამას ცარიელი სიტყვებია პატრიოტიზმი და არავის არაფერი არ გაუკეთებია აი კერა მაგის არის ეს გათახსირებული და გაკაპიტალისტებული მღვდლები ეს გახრწნილები ესენი აი ვინ არის ქართველენოვანი ერის ჭირი არ მოიშორებთ ამას 25 წელი მე მგონი უნდა დავიყვანოთ მგონი 10 წელზე 50 წელზე უკვე ხელი ავიღე მე 15-10 წელზე ჩამოვედი ქართველი მან აღარ იქნება კი არ მოკლავენ დატოვებს მაგ ტერიტორიას დატოვებს ახლა უყური ამათ რა როგორ გულაობენ პარლამენტში ისე და რო წავა ქართველიერი მე პარლამენტში ვის აირჩევენ მე უკვე არ ვიცი და თუ იქნება თქვათ ისე დროშებზე რა ვიცი თუ გარეთ გაიყრებით და სამშობლოს სხვა ჩავაბაროთ ვიპატრიოტოთ ჩვენ და ჩავაბაროთ ეგა სომხებს აზერბაიჯანელებს ჩინელებს და აქედან ჩვენ ვიპატრიოტოთ აი ამას არ აკეთებს ყვერმილე ის პატრიოტობს იქა და არ უხათრმა ქართული ისწავლა ექიმ ბაშობს და ბევრს შეიძლება ადგებოდეს აბა შევიდეს და ნახოს არ უხათრე ყვერმილე არ უხათრს ჩართენახე აი ეგ არის პატრიოტი ინდოელი კაცმა ქართული ისწავლა მიატოვა ისე ნაგავი ჩამოვიდა ჩვენთან ცოლი ითხოვა ინდოელმა ბავშვები ყავს ქართულს სწავლობს ბავშვები ქართველები არიან ამიტომ შენ კიდე ამიტომ ქვია ყვერმილე